დილამშვიდობისა ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ 2014 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იხსნება თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი, რომელსაც უხელმძღვანელებს ცნობილი ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე. სახელოსნო სადაც ორი სასწავლო წლის განმავლობაში თეატრის რეჟისორები, დრამატურგები და თეატრონდები სრულყოფენ თავის ცოდნას, უკვე აცხადებს მიღებას, დანარჩენზე კი ჩვენი სტუმრები თავად ისაუბრებენ. რეჟისორი თემურ ჩხეიძე, მსახიობი რეჟისორი სამეფო უბნის თეატრის ხელმძღვანელი ნიკა თავაძე და ასევე საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის მინისტრი გურამ მოდიშარია. დილამშვიდობისა. გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში გილოცავთ ამ იდეის განხორციელებას საბოლოოდ, იმიტომ რომ ალბათ არ იყო ასეთი მარტივი და გვახსოვს რომ იყო გარკვეულ ცირთულეებთან დაკავშირებული ეს ყველაფერი და მოდით მაყურებელს რომ ავუხსნათ ზუსტად ვის ექნება შანსი, ვისთვის არის და რა სპეციალობების ადამიანებისთვის არის განკუთვნილი ეს სახელოსნო, რომელიც გაიხსნება ძალიან მალე. გასაგებია რომ პირველ რიგში იმ პროფესიის ადამიანებისთვის ვინც თქვენ ჩამოთვალეთ არა რეჟისორები დრამატურგები ხო, ну წერლები ხალხში ვისაც უნდა რომ დრამატურგიას დაუკავშიროს თავის ბედი რა და თეატროდნები. ეხლა გამონაკლისი უკვე ხდება, იმიტომ რომ დრამატურგიის ასეთი უმაღლესი განათლება არ არსებობს, ხო? ესე იგი ეს სასურველი იყოს გუმანიტარული განათლება მიღებული ადამიანი. აუცილებელი პირობაა რომ ყველას ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ესე იგი ნოლიდან დასაწყები არაფერი იყოს. და შეძლების და გვარად მოხდეს აი მათი ჩვენი სხვათა შორის არა მარტო მათი რაღაცა განვითარება და ისეთი რაღაცები ვეძიოთ, რამაც შეიძლება საინტერესო შედეგებამდე მიგვიყვანოს. ნაწილ შემთხვევებში ალბათ ვერც მიგვიყვანოს ვერსად, მაგრამ ის რომ ეს პროფესიები ერთად ერთ სივრცეში უნდა იყვნენ, ერთმანეთის ნაზრებით, სათქივარით, ვინ რას ეძებს უნდა იცოდნენ. ავტორმა უნდა იცოდეს თეატრი რას ეძებს, რა უნდა, რა განსხვავებაა ჩვეულებრივ დიალოგსა და სცენიურ დიალოგს შორის და ასე შემდეგ. ეხლა არ დავიდოთ თქვენ ძირფას დროს. ასევე ამან უნდა იცოდეს რეჟისორმა თეატრს უნდა ყველაფრის საქმის კურსი უნდა იყოს. და აქვე გეტყვით რომ ძალიან სასიხარულოა ის და ბატონო გურამ ახლა ღმერთი ჯული მინისტრობის გამო არ გეუბნებით, ვინც მე და თქვენ გვიცნობს დამერწმუნება ამაში, ვინც არა ახლა მადლობას გეუბნებით ყველაფერი მისთვის რაც მოხდა და მადლობას გეუბნებით იმისთვის რომ გოგი ალექსი მესხიშვილი ხსნის ასეთივე ასე ვთქვათ სცენოგრაფებისთვის. აი იმან უკვე გდია და ჩვენ გვექნება კიდევ მჭიდრო კონტაქტი. ესე იგი პრაქტიკულად ჩვენ აი ამ 4 პროფესიას ვინც იქნებ ისე შევკრათ რომ მე მთელი ცხოვრება დაშორდნენ ერთმანეთს. პირველი პრეცედენტია მე მგონი ხო ამ ასეთი რომ აი ყველაფერი შეიძლება სადმე არის ზედა ხა ვერ დავდებ თავს რომ ყველაფერი მსოფლიოში შეიძლება სადმე არის კიდე არ შეიძლება არ იყოს. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენთან ალბათ ჩვენთან ნამდვილად როგორი ფორმატით წარიმართება სასწავლო პროცესი ანუ აი რამდენი იქნება თეორიული ნაწილი პრაქტიკულიც გათვალისწინებული ამ ყველაფერში. დიახ, ჩვენ ასე გვაქვს, რომ 2 წლიანი ვინაიდან არის თლიანად ეს კურსი. პირველი წელი არის მაინც უფრო თეორიული ხასიათის. თეორიული ხასიათის მოსაწყენის ასოციაციას ნუ გამოიწვია. იმიტომ რომ ეს უბრალოდ აი ძიება მიდის აი ასეთ დონეზე და არა სპექტაკლის დადგმის დონეზე. უფრო გონებისმიერი შეტევაა ამა თუ იმ პრობლემაზე. და მეორე წელს უკვე გვინდა რომ ყველა თითო სპექტაკლი მაინც დადგას. იდეალურ შემთხვევაში აი იმ დრამატურგების მიერ დაწერილი თუ დაიდგმება 2 მაინც აი ამ შემოქმედებაში. მათ იცოდნენ რა პიესა იქნებოდეს თეატრში, აი როგორც საუკუნეების წინ ხდებოდა. ასე რომ ნახოთ რა ეს ძალიან საინტერესო. ერთი კიდევ მნიშვნელოვანი არის ის, მაპატიოთ ახლა თქვენ იმას რაც არის. ექნება საშუალება რომ გავისაუბროთ. მე ეთყობა ჩემში თავდაცვის ინსტინქტი მუშაობდა რომ თუ ვინმე გვისმენს აი იცოდნენ რაშია საქმე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვისაც თქვენ მადლობა რომ თქვენ ამაზე წამოხვედით და ხელი გაგვიმართეთ.
აი პრინციპული მომენტია, რომ ეს უნდა იყოს უფასო. კარგი ბიჭობით არ მოგდის ეს, იმიტომ არის პრინციპული საკითხი, რომ თეორიაშიც კი გამორიცხული იყოს, რომ ვინმე პოტენციურად მაგარი მოვიდეს და უსახსრობის გამო გარჩეს გარეთ. აი ეს გამორიცხული. და ისე ამ პირველ ეტაპზე რამდენი კაცი შეირჩევა, ანუ ჩვენ ასე გვაქვს პროექტი ნიკოლოს, რომლის გარეშეც ეს პროექტი არ იქნებოდა, არ ვეფერები. ასეა, მართლა მომწონს. და იცით რა, ამ ეტაპზე ასე გვაქვს, პროექტი უწერი 6-დან 10-მდე. მაგრამ იდეალურად მე წარმომიდგენია ასე, რომ 4 ადგილი რეჟისორებისთვის, 2 დრამატურგებისთვის, 2 თეატროსთვის. აი ასე. საკმაოდ დიდი იქნება კონკურენცია და მოთხოვნაც ძალიან კარგი. ღმერთმა ქნას, რომ ჩვენ აი ისე დღეში ჩავარდეთ, რომ აი თავში ვავიხალოთ, რომ ვაიმე რა ვქნათ, რომელი ერთი დავტოვოთ. ნიკა, მინდა კითხოთ, ანუ როგორ იქნება გადანაწილებული, ვთქვათ, აი ფუნქციები, ხო? ვინ იქნება ის გუნდი, რომელიც ბატონ თემურთან ერთად, ვთქვათ, უხელმძღვანელებს ამ ადამიანებს და როგორ წარმოგიდგენიათ აი ეს ერთობლივი მუშაობის პროცესი? პირველ ფრაზას მოვაშორებ ნიკას, უხელმძღვანელებს ნიკოლოს. და დანარჩენი ნიკოლოს. იცით რა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამოქალაქო ომის თეატრში ხდება ასეთი პროექტი. ჩვენ გამოცდილება ჰქონდა ამ პროექტის 2005 წლიდან დაწყებული 2007 წლამდე იყო ბატონ თემურ ჩხირის სახელოსნო, რომელმაც 2 წელი იმუშავა. აქედან გამომდინარე გაჩნდა არდი ფესტი, რომელიც იყო 25 წუთიანი სპექტაკლების ფესტივალი. ამან ძალიან დიდი შედეგი მოიტანა და წლის საუკეთესო პროექტათაც იყო აღიარებული და დღემდე რაღაცნაირად მაშინ დათესილ აი ამ პროექტის შედეგს ვინკიც შეიძლება ითქვას და ბევრი კეთილი რაღაც საქმე მოიტანა ამან. ეს ამ შემთხვევაში ეს პროექტი გამომდინარე იქიდან რომ მაინც გვინდა რომ ეს ფესტივალი არ დაიკარგოს და გვინდა რომ რაღაცნაირად ჩავატაროთ ეს გეგმოთ 2016 წელს ალბათ შემდგომში იქნება ისე რომ ფესტივალი მაინც პოულობს ნიჭიერ ახალგაზრდებს და შემდგომ უკვე გტარდება ეს რაღაც გამოცდები ქვია თუ გასაუბრება ქვია და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება ამ ახალგაზრდებმა ჩააბარონ უკვე ბატონ თემურთან. ეს უკვე მომავლის გეგმა არის. რაც შეეხება თეატრს, თეატრი გამოცდილია ამ პროექტში უკვე და ჩვენ ერთობლივად ჩავერთვებით და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამ პროექტს. თქვენ ახსენეთ, რომ იქნება ასევე ღია კარის დღეც, ხო? სადაც შესაძლებელი იქნება თუნდაც დამატებით შეკითხვაზე. 25 ივლისს გვექნება 3 საათზე გვექნება შეხვედრა. ივლისს, ეხლა ივლისს 25-ში. და დეტალურად ინფორმაციას მივაწვდით უკვე ვისაც სურვილი ექნება რომ მოვიდეს. უკვე მივაწვდით ამ ინფორმაციას. რა იქნება და როგორ იქნება. კი ბატონო, ბატონო გურამ, რა ფორმით, რა კუთხით არის ჩართული ამ ყველაფერში კულტურის მინისტრო, რა თქმა უნდა და რა როდემდე იგეგმება ამ პროექტის მხარდაჭერა თუ იგეგმება რომ მომავალ წლებშიც დაუდგეთ ამას ფარში. დიდი მადლობა. ჩვენ შეიძლება ითქვას რომ რაღაც ერთობლივად ჩემი სურვილიც იყო ძალიან დიდი რომ ბატონი თემური ჩამოგზანებული იყო სამშობლოში მიუხედავად იმისა რომ წელი არ გავიდოდა ისე რომ სპექტაკლი არ დაედგა ან არ აღედგინა ძველი სპექტაკლები და ბატონი თემური ნუ მას არ უყვარს როცა მასზე ვამბობ საქებარ სიტყვას მაგრამ ყავს დიდი რეჟისორი რომელმაც სოფლიოს ყველაზე დიდი სცენები წარმატებული სპექტაკლებით ასე ვთქვათ გაამდიდრა ეგ არის მეტროპოლიტენ ოპერა ეგ არის ლასკალა ეგ არის ოპერისა და ბალეტის თეატრი პარიზში დიდი თეატრი თავის სამშობლოში პეტერბურგი და რავი ძალიან ბევრგან და უზარმაზარი გამოცდილება აქვს არიან დიდი შემოქმედები რომლებსაც აქვთ მოწოდება კიდევ რომ ასწავლონ სხვებს და შეუძლიათ ეს გააკეთოთ როგორც დიდი მიხეილ თუმანიშვილი იყო რომლის მოწაფეც თვითონ ბატონი თემურიც გახლავთ და აი ესე ვიფიქრეთ გაგვიჭიანურდა ცოტა დროში რა თქმა უნდა ეს 2 წლიანი სწავლება რომელიც სერტიფიკატი მიიღოს მანვის დაამთავროს ჩვენ კულტურის სამინისტრო ვაპირებთ რომ ეს სულ პერიოდულად წლების მრავალწლიანი პროექტია ჩვენთვის აი წელს ვთქვათ ახლა მუშაობთ მომავალი წლის ბიუჯეტზე და იმ ბიუჯეტში უკვე ჩვენ უკვე დავაფიქსირებთ ამას ჩავწერთ თუ რა
თანხები იქნება საჭირო იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ისე კარგად წარიმართოს. ჩვენი მთავარი მიზანი მაინც სამინისტროსი არის, რომ დარგის განვითარება და ახლა კულტურის პოლიტიკაზე ვმუშაობთ და ეგ არის ჩვენი პრიორიტეტი, რომ ჩვენი დიდი თეატრი გუშინ შეკითხვა დაუსვეს ბატონ თემურს, აი რა დონეზეო, როგორ, აი 30 წლის წინანდელ ქართულ თეატრის დონეზე თუ ავედი თუ ახლოს წლებში ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება ჩვენი და ჩვენ ყოველთვის ხელშეუწყობთ ამას. კი ბატონო, ბატონო თემურ, ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ რომ მერტყარი რეზიუმე გავაკეთოთ და უთხრათ მაყურებელს, როდემდე იქნება საბუთების მიღება, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გქონდეთ შანსები, თქვენ ახსენებთ, რომ უაღრესი განათლება არის აუცილებელი თქვა ფაქტორი, ხო ამ კონკრეტულ შემთხვევაში როდემდე აქვს შანსები, რამზად ყოფნა უნდა ასე ვთქვათ გამოთქვან იმისთვის, რომ გქონდეთ შანსები მოხდნენ აი ამ საერთო დონე მოეთხოვება ყველას. აი ერუდიციის რაღაცა გარკვეული არ შეიძლება ისე რეჟისორი და დრამატურგი ვერ წარმომიდგენია მე საკონტროლო ზონა თუ არის რაიმე 35 წელი არის ავიღეთ როგორც მიღებულია საერთოდ აი 35 წლის ზღვარი რა მოეთხოვებათ ეს ფაქტიურად ამ გამოცდები ქვია არ ვიცი რა აი ეს იქნება ხანგრძლივი გასაუბრება ერთი მე რამოდენიმე დღის მერე მეორე ამათ შორის რაღაც დავალებას მივცემ მოიფიქრონ რა თქმა უნდა საშინელება არის იმის გამოცდა რა ქვია რეჟისორების თუ იგივე დრამატურგების ესე იგი ყველაფრის განსაზღვრა შეუძლებელია ამიტომ ელემენტარულს მაინც აი ადამიანის დონე აზროვნებისა განათლებისა უნდა იყოს უკვე მithumetes უკვე უმაღლესი განათლებით მოდის. რა თქმა უნდა პრივილეგიას მივცემ კიდე იმას, ვისაც ენები თუ ეწოდინება. მე არ ვთხოვ 8 და 12 ენის ცოდნას, არა? ლინგვისტიკაში ასე ჩაღრმავება არ არის აუცილებელი, მაგრამ ეხა იდეალურ შემთხვევაში ვამბობ, თუ შექსპირის და ჩეხოვის ორიგინალში წაკითხვა შეუძლია, გამჯობია ამას. მე დღევანდელ მსოფლიოში არ შეიძლება კომუნიკაციის საშუალება და ასე შემდეგ. რა ვიცი, გარდა იმისა, რომ არაფერი საშინელება იმ გამოცდებში არ არის, ოღონდ არის რაღაცა გარდა იმისა, რომ სწავლება იქნება უფასო, მე ბატონ გურამს მინდა მადლობა უთხრა ამ პროექტისთვის, რაც მთლიანად რასაც მოიცავს ეს მთლიანად ეს პროექტი. ამის გარდა კიდევ დრამატურგებისთვის ის რასაც ისინი დაწერენ სწავლების პერიოდში გამოიცემა წიგნი, ასევე თვითონ პროცესი იქნება გადაღებული მთლიანად. მთელი ეს პროცესი და გვინდა DVD-ზე, ასე ვთქვათ, ვისაც შემდგომ დაინტერესებს, ვთქვათ, ეს პროცესი თუ როგორ მიმდინარეობდა, სწავლება და რაღაცნაირად, აი თუ არსებობს მიშა თუმანიშვილის წიგნი, არსებობს DVD-ზე, თემურჩხეიძის რეპეტიციები და სახელოსნოს ესეთი ძალიან საინტერესო იქნება ნამდვილად DVD კარგია, მე რაც არ მოგეწონა წაში. ვალი ვარ დარჩი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მართლა ქისრო წარმატებას და იმედი რომ ძალიან ბევრ ახალ ნიჭიერ ადამიანს აღმოაჩენს ეს ცენტრი. სად დავაკაკუნო ახლა? ძალიან დიდი მადლობა და საინტერესოა ხო როგორ განვითარდება მოვლენები უკვე ოქტომბრიდან. ჩვენ გავდივართ რეკლამაზე, რეკლამის შემდეგ ძალიან მალე დავბრუნდებით პროექტით. დაგვევოდეთ პროექტით.